Saakashvili პირველსაქმე საქართველოს მოქალაქეთა ახალგაზრდა თავშეს. ეს ერთი საათის წინ ჩვენთან საბოლოოდ ამერიკიდან დაბრუნდა გიაბარამიძე, მინდა რომ ასეც პირველსაქმე. სწორედ 4 წლის წინ გიას დახმარებით, ზურაბის დახმარებით და პრეზიდენტის შესაძლებლობით მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე აი ამ დარბაზში ამ ტრიბუნაზე. ახლა ჩვენ ყველა უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი. დაწყებად დღეს საქართველოში. ჩვენ ყველა ვიცით, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევანი. ეს არის ბოლო არჩევნები, რომლებიც გვაძლევს საშუალებას საბოლოოდ ამოვირჩიოთ წარსულსა და მომავალს შორის. თავისუფლებას, ესე იგი ისეთ სისტემას, რომელიც როცა ყველა ჩვენგან შეიძლება ყოველდღიურად გააკეთოს არჩევანი იმაზე. მაგრამ ბევრი რამ ვერ შესულა, სწორედ იმიტომ რომ ჩვენ ბოლომდე ვერ შევაფასეთ ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩვენ შეხვდებოდა. და მაინც ჩვენ ასევე კარგად ვიცით, რომ ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ. ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული ფეხქვეშ გათენილი საქართველო. რომლის არსებობა ცოტა ვინმე თუ იცოდა გარესამყაროში და ვინც იცოდა მათი დიდი ნაწილი ეჭვით უყურებდა. ჩვენ შევაჩერეთ გრევა, ჩვენ შევქმნით ახალი სახელმწიფო ინსტიტუტები, ჩვენ შევქმნით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი და თანამედროვე კანონმდებლობა და ჩვენ მივეცით ჩვენ ხალხს ის ინსტრუმენტი, რომელთაც უნდა დაიცვას თავისუფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით ახალი სასამართლო სისტემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენი ოპონენტები გვაძახდნენ, რომ საქართველოში ვერასოდეს ვერ მივუყვანდით ბოლომდე სასამართლო რეფორმას. ყველა ხილზე წავიდნენ იმისათვის, რომ იმედი ჰქონდათ საზოგადოების ინერტულობის. ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ავამუშავეთ ახალი სისტემა. ჩვენ ისიც კარგად გვახსოვს, რომ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევენარჩუნებთ ლარის გადაგებულებას. რომ მოხდებოდა 100%-იანი ვარდა ეროვნული ვალუტის. ეს ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ვალუტა. ჩვენ კარგად გვახსოვთ, როგორ მოძრაობდა ჩვენი ახლანდელი მთავარი ოპონენტი იმის თაობაზე, რომ საქართველო ვერასდროს შესძლებდა საკუთარი საზღვრების დაცვას. და ამიტომ ჩვენ უარი უნდა გვეთქვა რუსეთის სასაზღვრო ჯარებზე. დღეს ის ქვეყნის მოსაზღვრეები ტოვებენ საქართველოს სტრატეგიულ საზღვრებს, საქართველოს უმთავრეს საზღვრებს და მათთვის იკარს დამოუკიდებელი საქართველოს სასაზღვრო ჯარი. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვეუბნებოდა, რომ ნავთობსადენი ვერასოდეს ვერ გავა საქართველოს და არამხოლოდ გვეუბნებოდა ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს გაკეთებული იყო. ნავთობსადენი უკვე აქ არის და უკვე ყოველდღიური რეალობაა. ჩვენ კარგად გვახსოვს და თქვენს კარგად გახსოვთ, ყველას კარგად გახსოვს, როგორ გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს არასოდეს შეასრულებდნენ ევროპაში. რომ უნდა შევუყვებოდეთ ჩვენ დამორჩილებულ ბედს. მე მქონდა ბედნიერება პრეზიდენტის გვერდით გარეკავის სტრასბურგში საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონიალის დროს. ჩემს მოწინ იმ წუთში ბევრმა რამ გაიგინა და გაიარა. მე მახსენდებოდა იმ წუთში დავით აღმაშენებელი, მახსენდებოდა თამარ მეფე, მახსენდებოდა სულხან საბა ორბელიანი და მაგალითად მაინც არ მახსენდებოდა ატიაშვილი. არ მახსენდებოდა რაზმაძე, არ მახსენდებოდა გოგოაძე. ამოველი გახსენებისა მომავალი თავობები უკვე ნამდვილად ვერ გაიხსენებენ ამ სახელებს. ისინი დიდი ხნის დავიწყებას მიცემული იქნებიან. მაგრამ ისინი გაიხსენებენ შევარდნაძეს და ისინი გაიხსენებენ მოქალაქეთა კავშირს. ახლა ყველა ეს ოპონენტი საბოლოო წინასწარმეტყველებას ჩაუშვდა ძალზე დიდი გულმოდგინებით. რომ ჩვენ მოქალაქეთა კავშირი, ჩვენ ახალი პოლიტიკური ძალა, საქართველოს მომავლის პოლიტიკური ძალა წავაგებთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. თქვენ წარმოიდგინეთ, უკვე პოსტერიც კი არის დანაწილებული. მე ახლა დავბრუნდი ბათუმიდან, ჩემი ბავშვობის უსაყვარლეს ქალაქის ქუჩებში, შემიძლია გითხრათ, მქონდა სიამოვნება, რომ მეხილა საქართველოს პარლამენტის მომავალი ახალი თავმჯდომარე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომავალი ახალი თავმჯდომარე, ბატონი ჭაჭია უკვე გულმოდგინედ ამუშავებს ჩვენი საგარეო უწყების ახალ სტრატეგიულ მიმართულებებს და ალბათ ამას უნდა ჩაუდგეს სათავეში. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი შემცვლელით გავიცანეთ ძალიან სიმპათიური ადამიანი აღმოჩნდა პირადად ერთობაში სუფრაზე. როგორც ამბობენ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი წყალს სადღაც დამაგრებით. ოღონდ მასა მის სანახავად კიდევ ერთხელ მომიწევს ჩასვლა.
ერთი სიტყვით ყველა ამ ადამიანს დასჭირდება სერიოზული პოსტარჩეული სტრესის უნაობა. რადგან ჯანმრთელობა შევეძე, მე ისიც მინდა გითხრათ, რომ საფული ახლა და მაინც გადაგდა შევხედოთ რას ჭამდა რას სვავთ და 30 წლამდე ახალგაზრდებს არ ესწრებათ პატიაშვილის, ჭაჭიას და გოგუაძის ნაზავი კამპუსი. ძალიან სერიოზულ გართულებასთან არის დაკავშირებული ჯანმრთელობისთვის. ისეთ სერიოზულ გართულებასთან, რომ შეიძლება ამის შემდეგ დღეში რამდენიმე ვიაგრას რო დავლიოთ, უკვე ვეღარ აღვიდგინოთ პრობლემები. მაინც ექიმების ოჯახიდან ვარ და ესე შევასრულე. ამ არჩევნებს მე მინდა უთხრა ყველა მოგვიანეს. ამ არჩევნებს ჩვენ ვერ მოვიგებთ ზუსტად ისევე, როგორც ვერ ჩავატარეთ სასამართლო რეფორმა, როგორც ვერ გავუყარეთ ნავთობსადენი, როგორც ვერ მივახციეთ ლარის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც ვერ შევედით ევროპის საბჭოში, ერთი სიტყვით ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ. მოვიგებთ საქართველოს მომავლის საკეთილდღეობა. რა უნდა ვაკეთოთ იმისათვის, რომ ეს მართლაც რეალურად იქცეს. პირველ რიგში ფინანსური წესრიგის დამყარება. ჩვენ ამ დღეებში უკვე დავიწყეთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს საზღვრებთან მიმართებაში, რაც უკვე ჩვენ მოუგონებია მონათლეს როგორც ეკონომიკური ბლოკადა, ეს მართლაც არის ბლოკადა, მაგრამ ეს არის ბლოკადა მათი ჯიბეების, იმ ადამიანების ჯიბეების, ვინც ძარცვავს საქართველოს და ეს ბლოკადა გაგრძელდება, გაძლიერდება, იქნება აბსოლუტურად წყალგაუმტარი ჯებირების შექმნილი, მაგრამ ეს ასევე გაცდის გზას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მიიღონ შემოსავლები. ეს არის მცირე ბიზნესის განვითარება. მცირე ბიზნესის მთავარი შემაფერხებელი ეს საქართველოში არის კლანების ბატონობა, კლანების მიერ და ოლიგარქიების შექმნა, კლანების მიერ ეკონომიკაში მმართველი პოზიციების შენარჩუნება, ეს განპირობებულია იმითაც, რაც ხდება ჩვენ საზღვრებზე, რაც ხდება საქართველოს ცალკეულ რეგიონებში, მაგრამ ამაში დიდი წვლილი მიუძღვის ასევე სამწუხაროდ ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სერიოზულ გოლებს. ამ კლანების დამარცხების გარეშე ყველა ჩვენგანს არ აქვს მომავალი. საქართველოში მცირე ბიზნესს, ისე როგორც ბიზნესს, კლანების სახელმწიფო და პოლიტიკური მონოპოლიების კრიშების სისტემის გარეშე არანაირი მომავალი არ აქვს. ესე ჩვენი შემდგომი 20 წლიანი ვადის უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს. განათლება, უცხოენების სწავლა, ჩვენი უზარმაზარი პოტენციალი სოფლიო ბაზრის ენაზე გადმოთარგმნა და ჩვენ ეს პოტენციალი ყავს, ეს პოტენციალი იყოფება ამ დარბაზში, ეს პოტენციალი საქართველოს უკლებულ ყველა კუთხეში. აი ამ პოტენციალის ამოქმედება. ესე შემდგომი 20 წლიანი ვადის უმთავრესი ამოცანა ერთ სიტყვით ჩვენ შევინარჩუნეთ ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პოზიციები, მაგრამ ახლა მთელი ძალით, მთელი სხეული, მთელი სახით, კლიანად და მოტრიალად საქართველოში და პრობლემებისა. იცით, მე კარგად ვიცი და თქვენც იცით, რომ არის ძალიან წარმატებული მშვენიერი ქვეყანა ჰოლანდია და ჰოლანდიელები ამბობენ, რომ მერტმა შექმნა სამყარო და ვინაიდან მათ თავის ტერიტორიის 1/3 ზღვას მოსტაცეს, ჩვენ შევქმნით ჩვენი ხელით ჰოლანდია. საქართველოს მერტმა შექმნა არამხოლოდ სამყარო, მერტმა შექმნა ასევე საქართველოს მიწა-წყალი. ამგვარად ჩვენი ამოცანა ბევრად უფრო ადვილია, ბევრად უფრო მარტივია და შეიძლება მეორე რთულიც არის. შევქმნა ძლიერი, დიდარი და თავისუფალი საქართველო. ის საქართველო, რომლითაც იამაყებენ მომავალი თაობები. და მხოლოდ მომავალი თაობები შეძლებენ ასეთ საქართველოს ყველა მონაპოლიის დათმობას. ამიტომ მე თეთრი შურით შურთ მათი. მაგრამ მე ისევე მიჩნევ მათთან უპირატესობის განცდა. ვინაიდან ის საქართველო, რომლითაც ისინი იამაყებენ, რომელშიც ცხოვრებაში ისინი სიამოვნებენ, ის იქნება მხოლოდ ჩვენი თაობის ხელით შექმნილი. აი ჩვენი ხელით შექმნილი. დიდი მადლობა.